დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძეთ. ოჯახის წევრები გაკვირვებულები არიან. ეს არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერში სიზმარია დამნაშავე. თუმცა ჯერ ოცნების კოშკებს ნუააგებთ, შეიძლება საქმე ცხადში რადიკალურად შეიცვალოს. იმისათვის, რომ ახტაცების უსაფუძვლო გარემოებამ ან სასოწარკვეთილებამ არ შეგიპყროთ, აუცილებელია ნანახის ახსნა. მაესტრო, ამჯერადაც დაგეხმარებათ. ტელერეცეპტი წარმოგიდგენთ სიზმრის შინაარსის ყოფით ადეკვატურ აღქმას, ანუ სიზმრის ახსნას. არყის სმა სირცხვილისა და სიმწარის ნიშანია. როგორც ჩანს, ალკოჰოლი არც სიზმარშია რეკომენდირებული. თუ სიზმარში აქლემზე შეჯექი, ცხადში მოულოდნელ და საზიანო ფატერაკს ელოდე. ყველანაირი ხილის ჭამა სიზმარში საზიანოა. ატმის ჭამა ავადმყოფობასა და შეჭირვებას მოასწავებს, ხოლო თუ კურკაც გადაგეყლაფათ, მძიმე ავადმყოფობას გადახვებით. ბალით პირის ჩატკბარუნება ცხადში სინანულს მოგგრით. ლეხვსაც არ გაეკაროთ, მეტად ცუდი ნიშანია და ავადმყოფობასთან ერთად შეიძლება დაუძინებელი მტრებიც შეიძინოთ. აი ვაშლიკი ნამდვილად სასიკეთოა. თუმცა ჯიშზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ფერს აუცილებლად უნდა დააკვირდეთ. საყი ვაშლის ჭამა გამარჯვებით ყოფნას მოასწავებს, ხოლო ფერშეცვლილი და ჭიანი ვაშლიკი ავის საქმის საწინდარია. თუ ზანდუკი დაგესიზმრათ, აუცილებლად მოხსენით თავი. მასში სიმდიდრისა და კომფორტული ცხოვრების საიდუმლო იმალება. თუ შემთხვევით ტყვიების ზუჟუნსა და ომში მოხდით, თავკუთ მოგლეჯილი ნუ გამოიქცევით. ომი სიზმარში კარგია, ყოველ შეჭირვებას მოგაშორებთ. თუ რქიანი ნადირის დასიზმრებამ გაგაკვირვათ, ნუ შეცვლუნდებით, ცხადში საკვირველების ნიშანია. ეცადეთ ხშირად იაროთ სიზმარში ფეხით. აქ მანქანა უსარგებლოა. ფეხით სიარული სიხარულსა და სიამოვნებას გვპირდებათ. მოკლედ, თუ ერთხელაც ნახატი ფილმის პერსონაჟივით სიზმარში ვირთხები გესტუმრნენ, არ შეგეშინეთ. მხოლოდ მაესტროს ტელერეცეპტის სიზმრის ახსნას მისდიეთ და ცხადშიც ყველაფერი უკეთ იქნება.